გაეროს ტრიბუნიდან საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრების თქმით, საქართველო ყველა ინდიკატორით უსწრებს უკრაინას, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებების და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ზელენსკის თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს არა მარტო მისი შეხედულება, არამედ დასავლური სამყაროს აზრია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ევროპაში საქართველო უკვე დაკარგულია და ის რუსეთზეა დამოკიდებული. ზელენსკის განცხადება არის უბრალოდ მარტივი შეფასება, ფაქტის კონსტატაცია იმ პროცესის, რაც ხდება ჩვენ მათ შორის აქეთ ამ მხრიდანაც მიტაცებული ძალაუფლების ხონე ყობახიძემ განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საქართველოს დასავლური პერსპექტივის აი სიკვდილის ქრონიკას გაცხადებულს ივანიშვილის ბანდის მიერ, ამიტომ არა მხოლოდ ზელენსკი, არამედ მთელი დასავლური სამყარო ამას ხედავს და ამას უბრალოდ ამბობენ, რომ საქართველო ამ ეტაპზე სამწუხაროდ დაკარგული არის დასავლური სამყაროსთვის. საქართველოში რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და დემოკრატიული უკუსლა გვაქვს. ეს ხა ზელენსკის გარეშეც ვიცით, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა როდესაც ომში ყოფი ქვეყნის პრეზიდენტი კარგო მხარდაჭერას გამოხატავს, ხა მე არ მგონია რომ ეს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადება იყოს, როდესაც ჩვენს მეგობრებს გული შესტკივათ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. ხა მეგონი ნამდვილად ვერავინ ვერ უარყოფს, თავად ოცნების გარდა ცხადია, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არ არის დაცული და ზოგადად კანონის უზენაესობა არ არის დაცული და მეც ვერავინ უარყოფს იმას, რომ ოცნების პირობებში საქართველო კარგავს ევროპულ მომავალს. მაგალითად კორუფციასთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ ვართ პირველ 20-ში და სამწუხაროდ უკრაინა არის პირველ ადგილზე კორუფციის თვალსაზრისით. მე მგონი ამას უნდა გადახედოს ზელენსკი და ასევე გადახედოს იმას, თუ საერთაშორისო შეფასებებში საქართველო დემოკრატიის მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, გამჭვირვალობის მიმართულებით საერთოდ პირველ ადგილზე ვართ დასახელებული, მთავრობის ნდობის მიმართულებით და ასე შემდგომ. ამიტომ ერთი არის რა ბოროტის სურვილები აქვს საქართველოს წინააღმდეგ, მეორე არის ის მოცემულობა, რასაც ყოველ კვირეულად, ხან კვირაში ორჯერ საერთაშორისო ინსტიტუტები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს განვითარებას. რამოდენიმე ასეულ რეზოლუციას შეუერთეთ უკრაინის სასარგებლოდ. მათ შორის ისეთ რეზოლუციას, რომელიც ომის დანაშაულს გამოიკვლევდა პუტინის მეშვეობით. ეს რამხელა რისკი იყო, თქვენ კარგად გესმით, როდესაც ჩვენ არა მხოლოდ შეუერთით, არამედ ამ რეზოლუციის სპონსორები, ანუ ერთ-ერთი თანაავტორებიც ვიყავით. ჰუმანიტარულ დახმარებებზე ახლა არც არავის არ ვამადლებ. არც ერთი შეცდომა მათ მიმართ არ დაგვიშვია. ერთადერთი რაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ სამხედრო და ეკონომიკურ ავანტურაში არ ჩავერთებით. და აი ამის გამო დაიწყო დიდი შეტევა. უნდათ რომ ჩაგვითრიონ ამ ომში. სხვა რამეს ვერ დაარქვევ, ამას აბა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ასეთ გასაჭირში იმყოფება უკრაინა და ჩვენთან მოიცალათ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ილაპარაკოს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე.